ჩვენ მხოლოდ ეხლა ვიწყებთ. ეს არის ირანის რეჟიმის ცნობილი ბოლო სიტყვები მას შემდეგ, რაც მან 4 მაისს აშეთეშთან ზავი დაარღვია. ირანის თავდასხმებმა ჰორმუზის სრუტეში მსოფლიო შოკში ჩააგდო და მშვიდობა დასრულდა. მაგრამ ირანმა თავის შესაძლებლობებზე მეტი აიღო თავზე. რეჟიმმა ზავი დაარღვია და მაშინვე ინანა, რადგან აშშ-ში ირანის საზღვაო ძალები ისე დაამცირა, რომ მათი ნავები წყალქვეშა ნავებად იქცა. აშშ-მ ვერტმფრენები გაგზავნა. ირანმა თკივილი იგრძნო. 4 მაისს Warzone-მა და სხვა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვა, როგორც ჩანს, კვლავ დაიწყო. აშშ-მ ჰორმუზის სრუტეში განათავსა AH-64 აპაჩისა და MH-60 სიჰოკის ვერტმფრენები, სადაც მათ გაანადგურეს მცირე ზომის ნავები, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი მართავდა. რამდენი ნავი განადგურდა, როგორც ჩანს, სადაო საკითხად იქცა. TWZ ამბობს, რომ 6-ია. CBS News-მა 5 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეალური რიცხვი 7-ია. მაგრამ რეალობა ისაა, რომ რიცხვებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იმას, რასაც ეს ყველაფერი წარმოადგენს. ცეცხლის შეწყვეტა დარღვეულია და ეს შეიძლება ყველაფერს შეცვლიდეს ირანის მომავალთან დაკავშირებით. აშშ ამბობს, რომ მას საკმარისზე მეტი მიზეზი აქვს, რათა თავისი ვერტმფრენები კვლავ ჩართოს პროცესში. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის მცირე ნავები საფრთხეს უქმნიდნენ კომერციულ გემებს ჰორმუზის სრუტეში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. გარდა ამისა, აშშ-ს საზღვაო ძალების ადმირალი ბრედ კუპერი, რომელიც აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელია, ასევე მიუთითებს, რომ ირანმა სამიზნე დაირჩია აშშ-ს საზღვაო ძალების სამხედრო გემები. დარჩით ჩვენთან, რადგან უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ განახლებული კონფლიქტის პოტენციურ გამომწვევ მიზეზებს. მაგრამ პირველ რიგში კუპერმა ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ირანს სერიოზული პრობლემები ექნება, თუ ის ცდილობს ჰორმუზის სრუტეში ახალი დაპირისპირება გააჩაღოს. ჩვენ ჰორმუზის სრუტესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უზარმაზარი შესაძლებლობები და ცეცხლის ძალა გვაქვს თავმოყრილი, მათ შორის AH-64 აპაჩი და MH-60 სიჰოკი. ვერტმფრენები, რომლებიც სწორედ დღეს დილით გამოიყენეს 6 ირანული მცირე ნავის გასანადგურებლად, რომლებიც კომერციულ გემებს ემუქრებოდნენ, განაცხადა კუპერმა აშშ-ის ბოლო დარტყმებზე საუბრისას. შემდეგ მან ეს გაფრთხილება გააჟღერა. მეტად მძიმე შედეგები მოჰყვება, თუ ირანი სწორ გზაზე არ დადგება და სწორად არ იმოქმედებს. ჩვენ ასევე გვყავს A-10-ები, F-15-ები, F-16-ები, F-18-ები, F-35-ები, E-18 ბროულერები, RCS-35-ები, KC-46-ები და KC-35-ები. ფიქსირებული ფრთის მქონე თვითმფრინავები და მრავალი ამერიკული სამხედრო გემი, მათ შორის გამანადგურებლები, 2 ავიამზიდის დარტყმის ჯგუფი, ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფი და საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო დანაყოფი, განმარტა კუპერმა. ამჟამად ჩვენ გადამწყვეტ წერტილზე ვართ. აშშ-ს მიერ 6 ან 7 ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის მცირე ნავის განადგურებამ შეიძლება ირანი ისევ დააბრუნოს იმ უმძიმეს შედეგებში, რასაც ოპერაცია ეპიკური რისხვა ამ რეჟიმს მოუტანს. ან როგორც კუპერი აღნიშნავს, ამერიკული სამხედრო შესაძლებლობების ჩამოთვლით, სპარსეთის ყურის რეგიონში ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი ქმედება, რომელიც ირანს შეახსენებს, რომ სჯობს მოლაპარაკება, ვიდრე ბრძოლა. როდესაც ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის მცირე ნავები ამერიკის მძაფრი პასუხის შედეგად უნებლიეთ წყალქვეშა ნავებად იქცნენ, ასევე აღსანიშნავია ის კონკრეტული თვითმფრინავები, რომლებიც აშშ-მ გამოიყენა. შეიძლება ითქვას, რომ აპაჩი და სიჰოკი იმ საჰაერო ძალების ქვედა დონეზე არიან, რომლებიც აშშ-ს შეეძლო გამოეყენებინა. თუმცა რეალობა ისაა, რომ ეს ორივე ვერტმფრენი სპეციალურად ამომზადებული იმ მცირე ნავების პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც ირანი ჰორმუზის სრუტესა და მის მიმდებარე წყლებში ქმნის. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის მცირე ნავების საფრთხე ოპერაცია ეპიკური რისხვი დაწყებიდანვე bis დაწყებიდანვე პრობლემას წარმოადგენს. მაშინაც კი როცა ირანის მთავარი საზღვაო საფრთხე დასუსტა და ამერიკული იერიშების შედეგად ერთი მეორის შემდეგ ირანული სამხედრო გემები იძირებოდა, მცირე ნავების ასიმეტრიული საფრთხე კვლავ რჩებოდა. სწრაფი, წყალში ძნელად შესამჩნევი და ყველაზე პრიმიტიული პორტებიდანაც კი ადვილად გასაშვები, ეს მცირე ნავები საშიშია და რაც მთავარია, ძალიან ბევრია. სპარსეთის ყურის საერთაშორისო ფორუმი აღნიშნავს, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებში 20,000 სამხედრო მსახურობს, რაც 2,000-ით მეტია ვიდრე ირანის ტრადიციულ საზღვაო ფლოტში. ამ 20,000-დან დაახლოებით 5,000 სპეციალიზებული საზღვაო ქვეითია, რომლებიც სწრაფ ნავებთან ერთად არიან განლაგებული. რაც შეეხება თვითონ ნავებს, მათ შორისაა ტონდარის კლასის სწრაფი შეტევითი ხომალდები, S-14 კლასის სარაკეტო ნავები და სხვა მსუბუქი ხომალდები, რომლებიც როგორც წესი აღჭურვილია გამშვები დანადგარებით, რომლებსაც მოკლე მოქმედების ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეუძლიათ. სტრატეგია მარტივია. სწრაფი ნავი მიზნისკენ მიემართება, იქ მისვლის შემდეგ კი უშვებს რაკეტებს და შემდეგ ტოვებს ტერიტორიას. ირანისთვის საქმე მხოლოდ ზიანში არ არის, თუმცა რა თქმა უნდა ზიანი საკმაოდ ბევრი მიმოუტანია. მთავარი აქ მუქარაა. სანამ კომერციული გადამზიდავი კომპანიები იციან, რომ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ნავები თარეშობენ, ჰორმუზის სრუტეში გემის გატარება უზარმაზარ რისკს წარმოადგენს. ირანის რეჟიმმა შეძლო ძალიან მცირე რესურსით ბევრის მიღწევა, რადგან ამ პატარა ნავებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჰორმუზის ბლოკადის შექმნაში, რაც დღეს მსოფლიო ენერგეტიკულ ინდუსტრიებს სერიოზულ პრობლემას უქმნის.
ზოგი შეიძლება ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ნავებს კოღოების ფლოტს უწოდებდეს, მაგრამ ირანის ისლამურ რევოლუციურ გვარდიას ეს არ ადარდებს. პატარა ნავებისა და დრონების დახმარებით ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია ახერხებს პარტიზანულ ომს იმ მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე, სადაც მშვიდობიან პერიოდში მსოფლიოს ნავთობის 20% გადის. ამიტომ ეს პატარა ნავები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. აპაჩი და სიჰოკი არის შეერთებული შტატების პასუხი ამ საფრთხეებზე. ორივე ვერტმფრენი, ისევე როგორც A10 ვორთოგები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ასევე განათავსა ჰორმუზის სრუტეში, სწრაფად რეაგირებენ პატარა ნავების თავდასხმებზე და აქვთ საკმარისზე მეტი ცეცხლის ძალა, რომ გაანადგურონ ეს ნავები. ირანის რევოლუციური გვარდია მსხვერპლად სწირავს ჯავშანსა და გემზე განთავსებულ საჰაერო თავდაცვას მანევრულობისთვის. ამერიკელი ვერტმფრენისა და A10-ის პილოტები უკვე დაახლოებით 200 წლეულია ინტენსიურად ვარჯიშობენ იმ ტიპის ანტინავის მისიებისთვის, რომლებმაც ახლახან გამოიწვია ირანის რევოლუციური გვარდიის დაახლოებით 6 გემის ჩაძირვა. განსაკუთრებით სიჰოკებს ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვთ. The National Interest იუწყება, რომ ისინი ადრე გამოყენებულად წითელ ზღვაში ჰუთების კუთვნილი მცირე ნავების გასანადგურებლად. ამ მებრძოლთა ჯგუფს ირანი უჭერს მხარს. და რასაც ახლა ვხედავთ ჰორმუზის სრუტეში, ძალიან ჰგავს იმას, რასაც ჰუსიტები წლების განმავლობაში პერიოდულად აკეთებდნენ წითელ ზღვაში. შეიარაღებული ვერტმფრენები ზოგადად იდეალური არჩევანია ასეთი ამოცანებისთვის. ისინი სწრაფად შეუძლიათ აფრენა როგორც ხმელეთიდან, ისე ზღვაში განლაგებული სამხედრო გემებიდან. ისინი ასევე შეუძლიათ განლაგდნენ ეჭვმიტანილ საფრთხის ზონებთან ახლოს, როგორიცაა ჰორმუზის სატრანზიტო მარშრუტები, რაც კიდევ უფრო ანცირებს დროს, რომელიც ვერტმფრენს სჭირდება მცირე ნავის საფრთხეზე რეაგირებისა და მისადგომად. დაამატეთ ანტიგემის საბრძოლო მასალები, როგორიცაა ახალი Advanced Precision Kill Weapon System 2-ის ლაზერულად მართვადი რაკეტები, რომლებიც იტვირთება ამერიკის ვერტმფრენებსა და თვითმფრინავებში და მიიღებთ საჰაერო იარაღებს, რომლებსაც შეუძლიათ მთელი სწრაფი ნავების ჯგუფების განადგურება. მებრძოლი თვითმფრინავები და უფრო მოწინავე საჰაერო აპარატები საჭირო არ არის. ისინი გამოიყენება დარტყმებისთვის თავად ირანში, თუ ჰორმუზის სრუტეში ახლა მიმდინარე მოვლენების საბოლოოდ იქცევა კატალიზატორად, რომელიც ხელახლა აალებს ოპერაციას ეპიკური რისხვა. ირანი ამ ყველაფრით უკმაყოფილოა. BBC იუწყება, რომ ირანის სახელმწიფო მედია უკვე ეჭქვეშ აყენებს აშეტეშის განცხადებებს, თითქოს მათ IRGC-ის ამდენ მცირე ნავს დაარტყეს. ამის ნაცვლად ირანი აცხადებს, რომ აშშ-მ მხოლოდ 2 მცირე სამოქალაქო სატვირთო ხომალდის განადგურება მოახერხა, რის შედეგადაც 5 სამოქალაქო პირი დაიღუპა. რამდენად მართალია ეს განცხადებები ჯერ კიდევ გასარკვევია. ეს განცხადებები ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა IRIB-მა გაავრცელა, რომელიც იუწყება, რომ ანონიმურმა ირანელმა სამხედრო მეთაურმა თქვა, თეირანის რეჟიმმა საკუთარი გამოძიება დაიწყო აშშ-ის თავდასხმებზე IRGC-ის ხომალდებზე დასკვნის მისაღებად. ალ-ჯაზირას ინფორმაციით აშშ-ის სამხედრო ძალებს ამ ბრალდებებზე პასუხი არ გაუწიათ. ჩვენ შეცდომას დაუშვებდით, თუ არ აღვნიშნავდით, რომ ირანის რეჟიმს და სახელმწიფო მედიას საკმარისზე მეტი мотиваცია აქვთ. გაავრცელონ პროპაგანდისტული გზავნილი, თითქოს აშშ კომერციულ გემებს უტევს და არა IRGC-ის მცირე ნავებს. გარდა ამისა, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც IRGC იყენებს მცირე ნავებს, ის არის, რომ მათი გარჩევა უფრო უწყინარი ხომალდებისგან რთულია. ეს ყველაფერი დამაჯერებლად უარყოფის შესაძლებლობას ეხება და ირანი შეიძლება ცდილობდეს ჰორმუზის გადამკეტი ნავების დაკარგვა ისე წარმოაჩინოს, როგორც სინამდვილეში არ არის. დაძაბულობა იზრდება იმ წერტილამდე, სადაც ირანის ომის სრული ზავი შეიძლება დაირღვეს. ჰორმუზის სრუტეში სიტუაცია გამწვავდა. მაგრამ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ შეუტია აშშ-მ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის პატარა ნავებს საერთოდ? ირანი ცდილობს თავი უდანაშაულო მსხვერპლად წარმოაჩინოს ამ ყველაფერში, მაგრამ სიმართლე სრულიად განსხვავებულია. მაგრამ სანამ განვიხილავთ, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი სრუტეში, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ხილაკს, რომ არასოდეს გამოტოვოთ ჩვენი არხის ახალი ვიდეოები. ეხლა ირანს უნდა რომ იფიქროთ, თითქოს აშშ-მ უბრალოდ უმიზეზოდ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა. ასე არ ყოფილა. რაც სინამდვილეში მოხდა ისაა, რომ ირანმა პირველი დაარტყა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ რეჟიმი უკმაყოფილო იყო იმით, რომ აშშ-მ გამოაცხადა, აპირებდა დამატებითი ნაბიჯების გადადგმას ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემებისთვის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად. 3 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის Truth Social პლატფორმაზე გამოაცხადა, რას აპირებს აშშ-ში ჰორმუზის ბლოკადის შემდეგ. ტრამპმა განაცხადა, რომ სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთა უმეტესობა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩართული არ არის, აშშ-ს მიმართავენ თხოვნით და ეხმაროს მათ ჰორმუზის სრუტეში გემების გათავისუფლებაში. ირანის, ახლო აღმოსავლეთის და შეერთებული შტატების სასიკეთოდ, ჩვენ ამ ქვეყნებს უთხარით, რომ მათ გემებს უსაფრთხოდ გაუძღვებით ამ შეზღუდული წყლების გავლით, რათა მათ თავისუფლად და შეუფერხებლად შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება, განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი ჰუმანიტარულ ჟესტად წარმოაჩინა ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის ირანისთვისაც. და სწორედ ასე, ახალი ოპერაცია გამოცხადდა. პროექტი თავისუფლება მალე დაიწყებოდა. ირანი ამით უკმაყოფილო იყო.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი ამტკიცებდა, რომ ეს ახალი პროექტი ირანს ისევე დაეხმარებოდა, როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანას, ირანის რეჟიმმა სწრაფად ეუპასუხა და განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი კვლავ მის ხელშია. ირანის თქმით, აშშ-ს არ აქვს უფლება რაიმე სახის ესკორტი ან დახმარება გაუწიოს სავაჭრო გემებს, რომლებიც ირანის ბლოკადის ქვეშ იმყოფებიან. აშშ-ს ამას ნამდვილად ვერ შეძლებს მარტო, როგორც ირანის გენერალ-მაიორმა ალი აბდულამ განაცხადა. ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილება ნებისმიერ შემთხვევაში ირანთან კოორდინაციით უნდა განხორციელდეს, იტყობინება ბინება BBC. ირანში სხვებით სწრაფად გააკრიტიკეს პროექტი თავისუფლება. ირანის პარლამენტარმა იბრაჰიმ აზიზიმ განაცხადა, რომ აშშ-ში ამ ახალი პროექტით ზავის დარღვევის რისკს ქმნის და ამატა, რომ ჰორმუზის სრუტე რიტორიკის ადგილი არ არის და რომ სპარსეთის ყურეს ტრამპის ილუზორული პოსტები ვერ მართავს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არახჩიმ კრიტიკა გაამკაცრა და X-ზე პოსტში განაცხადა, რომ პროექტი თავისუფლება სინამდვილეში პროექტი ჩიხია, ასე რომ ირანისგან პროექტ თავისუფლებაზე უარია. მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, ყველას მოულოდნელად დაადგდა თავს. როგორც ჩანს, ირანის რეჟიმს არ აკმაყოფილებდა მხოლოდ თავისი უკმაყოფილების გამოხატვა ტრამპის ახალ წინადადებაზე და გადაწყვიტა, რომ შესაძლო ზავის დარღვევას თავად ზავის დარღვევით გაუსწრებოდა. 4 მაისს, როგორც სამხრეთ კორეამ, ასევე არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადეს, რომ მათ სავაჭრო გემებს ჰორმუზის სრუტეში თავს დაესხმენ. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც განაცხადეს, რომ ირანმა ფუჯაირაჰის ნავთობის პორტს შეუტია, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. მოულოდნელად ნათელი ხდება, რატო ესხმიან თავს ამერიკული აპაჩები და სიჰოუკები ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის მცირე ნავებს. ეს არ ყოფილა შემთხვევითი გამაფრთხილებელი გასროლა, რათა ირანი პროექტ თავისუფლების გამო გაღიზიანება შეშვებოდა. ეს იყო პასუხი, შურის ძიება, აშერეთშის მოქმედება, რათა ეჩვენებინა ირანისთვის, რომ ის იმდენად სწრაფად უპასუხებს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ნებისმიერ თავდასხმას, ჰორმუზის სრუტეში, რომ თავდასხმის წამომწყები ნავები ზღვის ფსკერზე აღმოჩნდებიან მანამდე, სანამ სერიოზული ზიანის მიყენებას მოასწრებენ. და ახლა მთელი მსოფლიო დაძაბულ მოლოდინშია. ვხედავთ თუ არა კონფლიქტის ხელახლა გაღვივებას, თუ ეს უბრალოდ მცირე დაბრკოლებაა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. ამერიკის პასუხი ირანის რეჟიმის აგრესიაზე მიუთითებს, რომ პროექტი თავისუფლება ასე მალე არ დასრულდება. როგორც კუპერის კომენტარებიდან ნახეთ, აშშ-ს უკან დახევაზე არც უფიქრია. პირიქით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკვე აქვს ფართო სამხედრო ყოფნა სპარსეთის ყურეში, მათ შორის ვერტმფრენები, რომლებიც უკვე გამოიყენება, გამანადგურებელი თვითმფრინავები და სამხედრო გემები. ამის მიუხედავად, აშშ-ში ფრთხილობს და ზუსტად არ ამხელს, რას აკეთებს პროექტი თავისუფლება ირანის თავდასხმებისა და ამერიკის საწყისი პასუხის შემდეგ. როდესაც კუპერს კითხეს, იცავს თუ არა აშერიშიკო ახლა არაბთა გაერთიანებული საამიროების პორტებს პროექტ თავისუფლების ფარგლებში, მან თქვა, არ მინდა დეტალებში შევიდე, რას ვიცავთ და რას არა. არ მსურს, რომ ჩვენი გეგმები წინასწარ გავამშავნო. მაგრამ ფუჯაირას თავდასხმის შემთხვევაში ამაზე ნამდვილად არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მიმართავდი. ასე რომ ბევრი ინფორმაცია აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობისგან არ ვრცელდება. თუმცა დონალდ ტრამპმა შეიძლება გარკვეული მინიშნება მისცა, თუ სად ხედავს ის პროექტ თავისუფლების განვითარებას. მის 4 მაისის Truth Social-ის განცხადებაში, სადაც ის საუბრობს აშშ-ში ის მიერ ირანის რევოლუციური გვარდიის 7 მცირე ნავის განადგურებაზე, დონალდ ტრამპმა ასევე საინტერესო კომენტარები გააკეთა სამხრეთ კორეაზე. ირანმა რამდენიმე იერიში მიიტანა პროექტ ფრიდომის ფარგლებში გემების გადაადგილებასთან დაკავშირებით, მათ შორის სამხრეთ კორეის სატვირთო გემზეც. ალბათ დროა სამხრეთ კორეა მათ შემოუერთდეს ამ მისიას. ეს საინტერესო კომენტარია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, ეს მიუთითებს, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა ცდილობს ჰორმუზის სრუტეში მრავალეროვნული მისიის ხელმძღვანელობა იკისროს და არა მხოლოდ თავად იყოს პასუხისმგებელი კომერციული გემების უსაფრთხოებაზე ან წყლის გზაზე. შეიძლება ვხედავდეთ ალიანსის დასაწყის ჰორმუზის გასახსნელად. ეს ჯერ კიდევ გასარკვევია და აღსანიშნავია, რომ ინდიპენდენტმა 5 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეა განიხილავს პროექტ თავისუფლებაში მონაწილეობის შესაძლებლობას. თუმცა ამას ამცირებს ის ფაქტი, რომ სამხრეთ კორეა ასევე იძიებს სატვირთო გემზე გაჩენილი ხანძრის მიზეზს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით ირანის რევოლუციური გვარდია დაესხა თავს, რადგან ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ ხანძარი გარე ფაქტორებმა გამოიწვია. როგორც ხშირად ხდება სპარსეთის ყურის კონფლიქტთან დაკავშირებით, ჩვენ ვერასდროს ვიცით რა მოხდება შემდეგ. ეს ისეთივე სიმართლეა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, როგორც თავისუფლების პროექტის შემთხვევაში. იფიქრებდით, რომ ირანის მიერ ნავთობის პორტებში სატვირთო გემებზე თავდასხმა და აშერქოშის პასუხი, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის მცირე ნავები ჩაძირა, ნიშნავდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დასრულდა. შეიძლება ასეც იყოს. მაგრამ შეიძლება არც იყოს ასე. როგორც CNN-მა 5 მაისს გაავრცელა, დონალდ ტრამპმა დიდი განცხადებები გააკეთა იმის შესახებ, რომ თუ ირანული ძალები სპარსეთის ყურეში ამერიკულ გემებს დაუმიზნებენ, ისინი დედამიწის პირიდან წაიშლებიან. თუმცა მან თავი შეიკავა ცეცხლის შეწყვეტის დასრულების ოფიციალურად გამოცხადებისგან. თეთრი სახლის ჟურნალისტი ჯონათან კარლი ასევე არნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა, რადგან ტრამპმა თავი შეიკავა იმის თქმისგან, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვა სრულად განახლდა 4 მაისის სატელეფონო საუბარში, სადაც მან განმარტა რა მოხდა ემირატებისა და სამხრეთ კორეის სავაჭრო გემებთან.
ესეც ფრთხილია, მაგრამ სწორედ ამას უნდა ელოდო ორი ქვეყნისგან, რომლებიც ცდილობენ მოლაპარაკებების გზით მშვიდობას მიაღწიონ, იმ დროს, როცა ერთმანეთს აქტიურად ემუქრებიან. ასე რომ, როდესაც საქმე ირანის კონფლიქტს ეხება, რა ვიცით ზუსტად? ჩვენ ვიცით, რომ აშეთეშოს კამანადგურებლები ჰორმუზის სრუტეში იმყოფებიან. CENTCOM-მა დაადასტურა ეს 4 მაისის განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ აშეშოს საზღვაო ძალების მართვადი რაკეტებით აღჭურვილი კამანადგურებლები ამჟამად ოპერირებენ არაბეთის ყურეში. ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის შემდეგ პროექტი თავისუფლების მხარდასაჭერად. იგივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი ამერიკული სავაჭრო გემი ჰორმუზის სრუტეში პროექტი თავისუფლების ფარგლებში გადავიდა. თუმცა კუპერი ამატებს, რომ ამერიკული სამხედრო გემები შეიძლება ადგილზე იყვნენ, მაგრამ ისინი კონკრეტულ ესკორტს არ უზრუნველყოფენ. თუ ამას ზოგადად აღწერ, თუ გემს ესკორტს უწევ ფაქტობრივად ერთ-ერთზე რჩები. ვფიქრობ, ამ პროცესში ბევრად უკეთესი თავდაცვითი სისტემა გვაქვს, სადაც რამდენიმე ფენა გვაქვს, მათ შორის გემები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები, საჰაერო ადრეული გაფრთხილების სისტემები და ელექტრონული ომი. ჩვენ ბევრად უფრო ფართო თავდაცვითი პაკეტი გვაქვს, ვიდრე მაშინ გექნებოდა, უბრალოდ რომ აცილევდე. ეს გვაძლევს მეტ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებს ფორმას პროექტი თავისუფლება. IRGC-სთან საქმე მხოლოდ ამერიკულ სამხედრო გემებს არ ექნებათ. ასევე ჩაერთვებიან თვითმფრინავები და ვერტმფრენები, რომლებსაც ეს გემები ატარებენ, ზუსტად ისე, როგორც IRGC-ის მცირე ნავების კაპიტნებმა აღმოაჩინეს. ამასობაში ტრამპი აფრთხილებს ყველას და ამერიკული სამხედრო ძალების მობილიზება სპარსეთის ყურეში, როგორც ჩანს, თავიდან იწყება. მათ არ აქვთ საზღვაო ფლოტი, არ აქვთ საჰაერო ძალები, არ აქვთ ანტისაჰაერო აღჭურვილობა, არ აქვთ რადარი, არ აქვთ არაფერი. სინამდვილეში არც ლიდერები ჰყავთ. ლიდერებიც აღარ არიან, თქვა ტრამპმა ირანის შესახებ 4 მაისის გამოსვლაში. ეს ირანისთვის საკმაოდ აშკარა შეხსენებაა, რომ აშშ-ში ბოლო რამდენიმე თვეში ქვეყნის სამხედრო ძალა გაანადგურა. ტრამპმა ასევე განაცხადა Fox News-თან ინტერვიუში, რომ აშშ-ს ახლა უფრო მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა აქვს, უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე ადრე გქონდა. არ არის ნათელი, ტრამპი დღევანდელ აშშ-ს სამხედრო ძალას ადარებს წარსულის სამხედრო ძალას, თუ ამტკიცებს, რომ უფრო მეტი ტექნიკა გაგზავნეს სპარსეთის ყურეში. როგორც არ უნდა იყოს, ეს კიდევ ერთი მუქარაა. ეხლა უკან დაიხია ირანო, თორემ ნახევარი ათეული პატარა ნავის განადგურება და ამერიკული ძალების მიერ ფრთოსანი რაკეტები ჩამოგდება, ხოლოდ დასაცვისი იქნება. ასევე ჩანს, რომ აშშ-ში ისრაელთან კონსულტაციებს ატარებს, რათა განსაზღვროს თავისი შემდეგი ნაბიჯები. ამის შესახებით ობინება Israel High Army, რომელიც ამტკიცებს, რომ სამი საკითხთან ახლოს მდგომი წყარო ამბობს, რომ ეს ორი ქვეყანა ინტენსიურ კონსულტაციებს ატარებს, თუ როგორ უპასუხონ და დაეხმარონ თავიანთ ერთგულ მოკავშირეს, რაც როგორც ჩანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, განხილვაში მყოფ ვარიანტებს შორისაა მიზანმიმართული დარტყმები ირანულ გამშვებ დანადგარებზე და სხვა სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს ემუქრება. ასევე შესაძლებელია ირანის ენერგეტიკულ ობიექტზე თავდასხმა, როგორც პირდაპირი პასუხი ირანის დარტყმაზე ფუჯაირაში. რაც შეეხება ირანს, მან უკვე გააკეთა ის გაფრთხილება, რომლითაც ვიდეოს დავიწყეთ. ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ. არახში ცოტა უფრო დიპლომატიური მიდგომა აირჩია და X-ზე დაწერა, რომ ჰორმუზში განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიტიკურ კრიზისს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. მან აშშ-ში გააფრთხილა, რომ ბოროტმოსურნეების გამო ისევ ჭაობში არ გაეხვიოს, რაც ალბათ ირიბი შენიშვნა იყო ისრაელის მისამართით. როგორც ჩანს, არახში ცდილობს სიტუაცია ისევ მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნოს და არა ჰორმუზში. თუმცა რამდენად გაამართლებს ეს, როცა აშერიშო როგორც ჩანს, არაპირებს უკან დახევას თავისუფლების პროექტიდან და ირანის რევოლუციური გვარდია ისე უტევს სავაჭრო გემებს სპარსეთის ყურეში, ჯერ კიდევ გასარკვევია. რაც ახლა ვნახეთ, შეიძლება იყოს მცირე შეფერხება მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე, ან კატალიზატორი, რომელიც ოპერაცია ეპიკური რისხვის განახლებას გამოიწვევს. შემდეგი რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება. ამ ეტაპზე კი ნახევარი ათეული ჩაძირული პატარა ნავი მოწმობს, რომ აშშ-ში მზად არის საჭირო საჭიროების შემთხვევაში შემდეგი რაუნდისთვის. და თუ ოპერაცია ეპიკური რისხვა მართლაც განახლდება, ჰორმუზის სრუტეში ერთი მოულოდნელი ქვეყანა შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს. უკრაინა მზად არის გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას სრუტის გასახსნელად და ამას არც კი ელოდა. გაიგეთ მეტი ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ, რომ არ გამოგჭეთ ჩვენი უახლესი გაშუქება სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენებზე და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.